დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ჭიათურაში. აქცია მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდ შეუერთდა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის მხარდაჭერი აქციები საქართველოში იმართებოდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, თბილისში, დიდ ქალაქებში. ჭიათურას რაც შეეხება, წელს არის პირველად ეს აქცია და იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. მიხარია პირადად ვარ დღევანდელი აქციის ინიციატორი, ხარში დაგვიდგა საკრებულო, დიდი მადლობა მათ. მივესალმები, მე ნებისმიერ სიტყვებს მისაღებია განსაკუთრებით ესეთი ბავშვებისათვის. თუმცა აქვე დავზერნე იმას, რომ ესეთი ბავშვები მოხდებიან შესაბამის განათლების და ყურადღების პირობებში ჩათვალეთ, რომ სკოლასაც ჩვეულებრივად ამთავრებენ და საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები ხდებიან. ჩემი სახით მაგ ხალხმა შეიძინა, გერისედაც პროფესიით ექიმი ვარ მოგეხსენებათ და ახლოს არა ვარ ესეთი ადამიანებისგან და დღევანდელი აქციის მერე შეიძინა კიდევ ერთი აქტიური მხარდაჭერი. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიო მასშტაბით ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ჭიათურაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნა. ქალბატონი ინა ასანიძის დახმარებით და ძალისხმევით ჩატარდა. მე აბსოლუტურად დადებითად ვაფასებ ამ აქციას. ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის და ამაცან მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი, მათაც უნდა სიყვარული მოფერება და ცხოვრება როგორც თეულ ჩვენთაგან. ეს ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები და ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება და მოფერება სჭირდებათ. ასეთი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საჩუქრები მიიღეს. ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად, რომ ბავშვებმა გაიხარეს, მშობლებმა გაიხარეს ეს და ასეთ ბავშვებს უფრო გვერდში დგომა უნდა, ყოველთვის დახმარება უნდა და ელემენტარული ყურადღება უნდა და თქვენ ხედავთ, რომ რაოდენ ბედნიერი არიან დღეს, სულ ელემენტარული ყურადღებაც მათ მიმართ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქციის ორგანიზატორებმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სათამაშოებით და ტკბილეულით დაასაჩუქრეს. მისასალმებელია პირველ რიგში ის ფაქტი, რომ ჭიათურაში პირველად ჩატარდა ეს დღე, რომელსაც მსოფლიო აღნიშნავს, ძალიან მიხარია და არ ვიცი, გახარებული ვიქნები და მოხარული ვიქნები სხვა დროსაც სხვა წლებში თუ ჩატარდება და უფრო მეტი რამეები თუ გაკეთება ამ ბავშვებისთვის და რა ვიცი, ყველა მშობელს მინდა უთხრა ის, რომ ასეთი ბავშვებს უნდა დამალავენ ურასოდეს სახლში, გამოიყვანონ აუცილებლად საზოგადოებაში, რათა საზოგადოება მიიღოს ისეთები, როგორებსაც ვღებულობთ ჩვენ. ჩვენთან ერთი მოსწავლეა ჯერჯერობით ინკლუზიური განათლების. ეს არის დელა ბარბაკაძე, მე-7 კლასის მოსწავლე. გაწერილია გეგმები ყველა საგანში გამარტივებული პროგრამით და ბავშვი კარგად ძლებს თითოეულ გაწერილი პროგრამას და კმაყოფილები ვართ თითოეული მასწავლებელი. და საზოგადოების მხრიდანაც აუცილებელია, რომ კიდევ მეტად ჩაერთონ საზოგადოება, მოსახლეობა და მეტი ყურადღება მიაქციონ ასეთ ბავშვებს. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული შენობიდან ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. იმიტომ ჩავები ამ აქციაში, რომ ეს ბავშვები ზუსტად ანალოგიურად უნდა გაიზარდონ ისევე როგორც ჩვენ და ანალოგიური უფლებები უნდა ჰქონდეთ როგორც ჩვენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი არ აპირებენ მხოლოდ 21 მარტის აღნიშვნით შემოიფარგლონ და სხვადასხვა სახის აქტივობებს გეგმავენ.